ძალიან ემოციური წერილია მე მანამდეც ვნახე და ჩემთვის არის მთავარი ეს ესეთი უკვე კულმინაციურ ნაწილში ამ წერილის ჩვენ ხედავთ სამჯერ ნახსენებს სიტყვას ბრძოლა, 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 ხო? იბრძოლეთ, იბრძოლეთ, იბრძოლეთ. ეს არის რაც უნდა ვქნათ, ეს ნამდვილად ასეა. ამ ბრძოლას, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაწარმოებთ ესეთი სუსტი ოპონენტის წინააღმდეგ და მით უმეტეს არ ვაწარმოებთ სამართლიან ბრძოლაში არ ვართ, ჩვენ ვართ უსამართლო ბრძოლაში, სადაც მათი ასე ვთქვათ მეთოდები არის შოკის მომგვრელი, მათი მეთოდები ამორალურია ჩვენთან წინააღმდეგობაში ყოფნის, ვიდრე აქცია არის მშვიდობიანი ამდენი ხნის მანძილზე, ამდენხნიანია აქედან გამომდინარე, ჩვენ ნელა, ჯიუტად და ყოველდღიურად ვიბრძვით, გავდივართ ისევ გარეთ, ისევ იქ ვდგავართ, ისევ მოვითხოვთ იგივე მოთხოვნებით გავდივართ გარეთ და შესაბამისად ეს რა თქმა უნდა გამოიღებს აუცილებლად ძალიან მალე შედეგს, ბრძოლა, ბრძოლა და კიდევ ერთხელ ბრძოლა. ნამდვილად ეს არის მოტო, ასე ვთქვათ, იმ ჩვენი წინააღმდეგობის, მშვიდობიანი წინააღმდეგობის, რომელშიც ვართ, რომელიც უფრო და უფრო ცდილობს ხელისუფლება რომ გახდეს უფრო შავი, უფრო ბნელი, უფრო მტკივნეული, უფრო იზოლირებული და აი რაღაცა მართლაც გარიყულები არიან მთელი მსოფლიოსგან. ერთის მხრივ ძალიან ლოგიკური იყო, ხო, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები იქ არ იყვნენ, არც მიიწვიეს და აი როგორ შეიძლებოდა დემოკრატიის მექა შეერთებული შტატები იქ იყვნენ რეჟიმის წარმომადგენლები, ხო, მართლაც რაღაც ალოგიკურია, ყველაფერს აცდენილი იქნებოდა, მაგრამ მეორეს მხრივ სადღაც გულდასაწყვეტია. საამაყვარო სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი იყო იქ, რომ აი ასეთ ქვეყნად გადაიქცა მათ ხელში საქართველო. უკიდურესად მტკივნეულია ამის ყურება, მე დღეს სასამართლოში ვიყავი, სადაც რეჟისორ გურამ მაცხონაშვილს ასამართლებდნენ. გურამი გამოუშვეს, თუმცა ჯარიმა დაუწესეს და აი მე ვიჯექი იქ დაახლოებით 1 საათზე მეტი გრძელდებოდა ალბათ პროცესი და რაღაც მომენტში მართლა სასაცილო იყო უბრალოდ, იმიტომ რომ სრულიად მშვიდობიან პროტესტზე აიყვანეს გურამი პირბადის ტარების გამო და უბრალოდ აი ვისხედი თავიდან გვეცინებოდა კიდეც რომ აი ამ რაღაცა კარიკატურაში ვიღებთ მონაწილეობას, სადაც დაკითხვის და ასე ვთქვათ მოწმეებს ეკითხებოდნენ უჩანდა თუ არა ცხვირი მაგალითად დამნაშავეს ბჭყალებში, რა თქმა უნდა, ეს სასაცილო იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა მომენტის მერე, რა თქმა უნდა, განცდა გიჩნდება, რომ უბრალოდ რაში ხარჯავენ ესენი დროს, აი რამდენად ეფექტი და ჩვენი დრო რაში ხარჯავენ, რამდენად ეფექტური. ამდენი ხანია უკვე და ულტიმატუმის ვადაც იწურება, საინტერესოა ველოდებით ყველა რა იქნება ამ ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ და ველოდები როდის დაანონსებთ უკვე რაღაც ახალ ეტაპს სავარაუდოდ. აი თითოეული ჩვენგანის დროც ხო არ ვიცი რა ქვეყნისათვის ბრძოლაში დაკარგულ დროთ როგორ ჩავთვალოთ, მაგრამ პროფესიულად ბევრი სხვა ჩვენი დრო ალბათ იმდენად არ იკარგება, უბრალოდ როცა იმიტომ რომ ჩვენ მართლა სამართლიან ბრძოლაში ვართ, ჩვენ მართლა არ გვენანება ეს დრო რომ დავთმოთ, საერთოდ ყველაფერი რომ დავთმოთ უკვე იმ მდგომარეობამდე ვართ მისული, არ გვენანება, მაგრამ რა თქმა უნდა დასანანია, როცა უყურებ რომ რა თქმა უნდა თან ასე ვთქვათ ხელისუფლების იქნება თუ სასამართლოსი თუ ასე შემდეგ დრო კიდე სულ სხვა პასუხისმგებლობაა მათთვის, ხო? აი ეს დრო რომელიც გაქვს იმისთვის რომ ამ ქვეყანას კარგი მოუტანო, ხო, იმისთვის ხარ იქ, რომ აი ესე განსაზღვრული დრო გაქვს იმისთვის, რომ რაღაც სასარგებლო გააკეთო ქვეყნისთვის და შენ კიდე დაძდევი ხელოვანებს კაფემისი შარფის გამო ცხვირზე ქონდათ თუ ცხვირს დაბლა ჩამოწეული. ეს მართლა უკვე აღარაფერში აღარ წერია და ვიცინებდი სადმე რომ წამეკითხა ან მენახა ეს, მაგრამ როცა ჩვენი რეალობაა ეს, რის გამოც ადამიანი შეიძლება 15 დღით დააპატიმრონ და მართლა არნახული ჯარიმა გამოუწერონ, რომელიც მით უმეტეს ჩვენ სფეროში მომუშავე ადამიანისთვის ნამდვილად არ არის პატარა თანხა, რა თქმა უნდა, უბრალოდ ამას გაღიზიანების და ბრაზის გარეშე ნამდვილად ვერ უყურებთ. რა თქმა უნდა, არავინ არ აპირებს დაემორჩილოს ამ კარიკატურულ კანონებს, სასაცილოდ არ ყოფნის თავად გურამს ეს მთელი პროცესი, გამოვიდა თუ არა სასამართლოდან
მას ისევ ეკეთა ის პირბადე და კიდე გაიკეთებს ყველა აქციაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს, იმიტომ რომ ჩვენ არასოდეს არ შევეგუებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, მაგრამ რაც მთავარია, არასოდეს არ შევეგუებით ამდენი ადამიანის მშვიდობიანი მოთხოვნის პარალელურად, აი ამხელა ბანზე გადაგდებას მათი მოთხოვნის და ამხელა იგნორირებას ჩვენი ხალხის, რომელიც არის საზოგადოების უდიდესი ნაწილი. მადლობა დათოსთან